გაიცანი ახალი ქართული ლუდი ყინულის ფილტრაციით. აისი. ახალი დღე, ახალი ისტორია. გაშორება ნამდვილად არ მინდა, მაგრამ არც ისე მინდა მოვიქცე როგორც მას სურს. თან მეუბნება მიყვარხარ, თან ჩემი არაფერი მოსწონს. გუშინ მეუბნებოდა, ამ ბოლო დროს ოთხკუთხედი თავი გაგიხდა. ქალბატონო ნატა, მითხარით, თუ გადაკიდებული არ ხარ, ეგ რატომ უნდა მითხრეს? დავიჯერო მართლა ოთხკუთხედი თავი მაქვს? არა, ნამდვილად არ გაქვთ ოთხკუთხედი თავი. დამითრისი გამოსწორება უნდა თქვენი თავი. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. უკაცრავად უპასუხებ თუ შეიძლება. ალო. და კი ხარ მცალი აწუში დამირეკე, კაი? ერთი წამი მომისმენი რა არ გცალია ძალიან მაგარი რაღაცა უნდა გითხრა. მოდი შესეკი სად ვიყავით რომ ოთხკუთხედი თავი გაქვთ ხო? არა, ქალბატონო ნატა. პირიქით, რომ ოთხკუთხედი თავი არ მაქვს. რა თქმა უნდა. ლევა? გოგი უცებ მითხარით შეპემა. არა უცებ ვერ გეტყვი რა მოსაყოლია რა არ გცალია? ეხა არა. მომისმენი ხა ჩემმა უფროსმა თავისი მდივნისთვის გასაგზავნე მეილი გაუგზავნა შემთხვევით თავის ცოლს რა. ხოდა სანამ ის ნახავს მანამდე უნდა გავანეიტრალო ეს მეილი. ანუ ცოლი. ერთი წამი აი მომისმენი. ნახავ დღეს უეჭველი. ტელეფონი მომაწოდე რა ეკა. ალო. სოფო რა შვები? გიო რა ხდება, ხომ მშვიდობა გაქვს? თუ რა იყო მაინც და მაინც ომი უნდა იყოს რო გირეკავდე? გეხვეწები უცებ მითხარი რა პაციენტი მელოდება. არა ესე ვერ გეტყვი რა მოსაყოლია. კაი, დაგირეკავ ნატა მომიკითხე. უი გიო, იმ დღეს ისეთი კაი ბიჭი გაუშვი ნატასთან დენტოფობია აქვს, რა ქნა მიიღო ნეტა არ მიკითხავს. არ ვიცი მიიღე. დაგირეკავ რა კოცნი. ხალბატონო ხა შევთავაზეთ რა პირი არ დამიკითხე. არ გეტკინება. ოგიუში. რა შვები დათუნ? რავი შენ? რაღაც მინდა გითხრა რა. ბიჭო საჭესთან ვარ ეხა ამინდები გამოვიდა და თბილისის ზღვაზე მაქვს შეზლონგები და ქოლგები და ვარ გაწამაციაში რა. ანუ გცალია. ხა? ხო მოისერჩ თუ პატრული მოვიზო და დაგირეკავ ცოტა. რა ვიცი ხუსიკულა დამატეს რა. ჩემი ამბავი მოიწირდი რა საერთოდ მარტო ის გარშე დამყოლე. რატომ მოხვალოდეს მე? აი მოდივარ. აბა დაიწყე. აი მოიცა დაგირეკავ ცოტა ხანში. მოკლედ დილი დამშკმუტავ მინდოდა მომეყოლა ყველას. მაგრამ ეს თავის კბილებს ვერ მოვწყვიტე, ეს კიდე თავის პაციენტებს. აი ბიჭო ბურღავს გოგო რა ქნას. აბა ეხა. კაი თქვი რა ხდება, მოვედით ყველა მიდი. ლევანი რო არ არის? კაი ეგ როდის არის თავის დროზე. ხო მოვა და მოუყვებით რა. კაი, მიდი. მოკლედ. დღეს ამერიკას ერთი გამომცემლობიდან რაღაც ძალიან მაგარი ამბების საიტს აკეთებენ და მითხრეს, რომ ვისაც მეტი ნახვა და მოწონება იქნებაო. ციგს გამომცემენ. რა? თავიანთი ხარჯებით. აუ ძალიან მაგარი. ძალიან ხალხო ძალიან მთელი ცხოვრებაა მაგ ხარჯებზე ფიქრობ რა. დავწერო, არ დავწერო. ეხლა წარმოიდგინე რომ მთელი წერი წერ და ბრახდა არ იყიდება. როგორ დახავს? მაგრა. თალკე თავმოყარეობა. თალკევალი. გითხარი მე შენ უფიქრობ წერისას თავმოყარეობაზე. ხელს უშლის კულტურფელობას. ხო გიო დაწერე რა. რა თუნდა ეხა ამას ამდენი ფიქრი და კრების ოქმი. ბიჭო, მე რო ჩამოტანილი თხილამურები ავიტანე ისე გუდაურში აი ეგ დაწერე გეხვეწები ძალიან გადაობა იქ. არა, დავით, ეგ არის შენი სატანჯველი და არა ზოგად საკაცობრიო. ზოგად საკაცობრიოა ყველა კარგად აღწერილი სატანჯველი. და ამას მაინც მასწავლი რა. მარტივი და ხარტი უნდა იყოს, რომ ხალხს მოეწონოს. ადვილად უნდა იკითხებოდეს. მაგრამ სიღრმეც არ აკლდეს. ეგრე როგორ უნდა დაწერო? ამიტომ მინდა და მეკითხა თქვენთვის. რა ვქნა? ჩავება დავწერო? რას კითხულობ? არა, ერთი წამი მომისმინეთ, კაცო. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება. აი რა, აბა როდემდე უნდა წერო ფსევდონიმით ელიტარული კრიმინალი. ამიტომ გეუბნებით, რომ პირველი ისტორია მინდა რაიმე ძალიან მაგარი. და თქვენ უნდა მირჩიოთ ხოლმე რომელი დავდო და რომელი არა. ხო, ნუ აბა რას ვიზებ? მიდი და ჩვენს გავიხსენებთ რაღაცებს. 4 წლიანი შეყვარებულობა ცოლ-ქმრობა გაქვს ჩემთან და 22 წლიანი მეგობრობა ამბაცთან. აი მე რამდენიმე გავიარეთ ერთად. არა. თვითონ გამომცემელმა მითხრა, რომ ყველა დაწერს თავის ბავშვობაზეო. აქედან მოგეუბნებით, რომ ყველას ჰქონდა ერთნაირი ბავშვობა. და სიგუროს ხაჭაპურებზე ღადაობები კიდე აღარ არის გამოდაში რა. მაშინ ჩემ პაციენტზე მოგიყვებოდი, მაგრამ რა გავაკეთო? არ შეიძლება. გუშინ ხალი მოვიდა. თბილისში გქონდა ბრილიანტი. არა, პაციენტებზე ვერ.
ჩვენი გაცნობის ისტორია. კარგი. ძალიან მაგარი. ძალიან კარგი. რა ნატა არა მე არ ჩანვარ მათ გაიტიბად და როგორ წარმოგიდგენია რომ ისტორია იყოს გმირის შიშზე აი რა, კარგ ტიპად რო არ გამოჩენილიყავი, შემიყვარდებოდი? უყვარდება. პირველი მოთხრობა იქნება ჩვენი ისტორია. მარტო არა მაგარი დღე იყო, გახსოვს? დაწერე რა. ვიფიქრე გაიცანი ახალი ქართული ლუდი ყინულის ფილტრაციით. აისი ახალი დღე, ახალი ისტორია. არ ვიცი ჩემით მიხვდი თუ ვიღაცა მირჩია რომ სიმაღლის შიში სიმაღლეზე ასულით დაიწლება. მოდი ეშმაკის ბორბლით დავიწყე. ეს ხომ ეშმაკთან მოლაპარაკებასაც ნიშნავს მეთქი ვიფიქრე და წავედით. მე, დათო და თიკა. დათო მაშინ თიკა ფაღავას ებრანჭებოდა და ისიც წამოიყვანა. წამო ჩემმა ძმაკაცმა დღეს სიმაღლის შიში უნდა დაძლივოს და მაგრად გაგვისწორდება. აი მომე მოგეთამი. არასდროს არ მწყინდა მისგან ასეთი უაზრო გადაობები. თან ვიცოდი თიკა ფაღავა მაინც არასდროს გაყვებოდა ცოლად. ამიტომ პრინციპში მე კიდე რას ვიქრებდნენ ჩემზე. არ ვიცი რაღაცა არსებობს თუ შიშიც ენერგიაა, მაგრამ ფაქტია რომ ეშმაკის ბორბალი გაჩერდა. თავიდან ვიფიქრე მეჩვენება თქო, მაგრამ არა. აშკარად ჰაერში ვეკიდეთ და თან ძალიან მაღლა. დათო ცდილობდა დავემშვიდებინე და დაიგინა რომ არაფერი მოგვივიდოდა, მაგრამ მე არ მჯეროდა. რამოდენიმე წამი ვითმინე და მერე ყვირილი დავიწყე. რატო გაჩერდა? და უცბად ვინ არის რა უნდა? გამარჯობა. საკურსოს წერ ფობიებზე და გინდა დაგაძლევინო სიმაღლის შიში. აუ კი რა. ხელები მაგრა ჩაჭიდე სახელოს. არ ვიცი რატომ გამიჩნდა სიმაღლის შიშთან ერთად ნატასადმი ნდობა. როგორც კი დამელაპარაკა, მე გადავედი ხო? ცოტა მომეშვა. ხუმრობას რო აგიქვავე ძალიან კარგია, ძალიან მალე მოგეშვება. რავი რაღაც არ ამგონია რა. ეს შენი ბოლო ასვლა სიმაღლეზე, ამიტომ დაიმახსოვრე და დატკბი. რო ჩავალთ ამ შიშისგან შეგიძლია იმით გათავისუფლე, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნდე. და არ ემეგობ რომ ის მაღალ სართულზე ცხოვრობს. და თქვენ მე რამდენი სართულზე ცხოვრობთ? მე მეორეზე. ე კარგია. იცი ეშმაკის ბორბალს ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს. აქედან ძალითაც არავინ არ ხდება და ამიტომ დაარქვეს ეშმაკის ბორბალი. აი გათხოვებს შეჭირდა მე 1000-ზე ვცხოვრობ რა მაღალ საფუძზე. რავი მეც აქ შიშის დასაძლევად ამოვედი რა. ხო, მე მაგმეთებს არ ვემხრობ. უკვე აღარც მე ხო, და იმისთვის რომ რაღაცას არ ვემხრობოდეთ, უნდა გამოცადოთ მისი ეფექტიანობა, ხო? ალბათ. აი დავით არის. აი შევხვდებით მიწაზე. აუ ძალიან საყვარლები და რა ვქნა რა, დავწერო ეს. დაწერო აბა რა უნდა ქნა ბიჭო. აბა ჩენებურად გააფორმე, გაალამაზე, რაღაცები ჩამატე რა. და მომისმინე ეს არის ემოციები. და ამბავი არ არის, გამიგე? ხო და გადააქცია ემოციები ამბებად. გაიცანი ახალი ქართული ლუდი ყინულის ფილტრაციით. აისი ახალი დღე, ახალი ისტორია. არ წავალ ამ ტაქსიში და პროსტა ხალხი გავერევი ავტობუსით წავალ მესი რა ისა. აჰა, მოაღწია. ნებან. ნახე ვერ ვხედავს. სანდახარ შეჭე მამდეღან სვანი ხარ და იტელეთში დაიკარგე? ეგ არის ყველაზე ბანძი გადაობა მსოფლიოში. ტო ბიჭო. სადა ხარ ლევან? დღეს ისეთი რაღაცა დამემართა რომ მთელი გზა მეცინებოდა. ხა, გამოუშვი აბა. მოკლედ
დღეს სამსახურში დილიდან პანიკაა და ისევ რაღაცა დოს შეტევაა რა. მთელი კორპორაციის საიტი არის დახაკული და ეს ჩემი უფროსი თემურა ხო იცი? დადის აქეთ იქ ნერვიულობს, საკლედო ბარათებს აბლოკინებს, ვიღაც მტრების სახელებს იხსენებს. მეთქი დამშვიდი ბატონო თემური, არ არის არაფერი სანუ გავაკეთე ყველაფერს, მაგრამ არ ესმის და შეუვალია. დაცვა გააძლიერე. დაცვა გააძლიერო, ტიპა იმ ხელაზე მეკვრა რომ თავი მარტინ დემიკელის მეკვრა და კიდე გვარდიოლ. ხო და მოკლედ გადავწყვიტე რომ რაღაც სრულიად ახალი და ისეთი შეუვალი დაცვის სისტემა გამეკეთებინა რა. და მე და ანტენიჩა დავჯექით და 6 საათში ისეთი პროგრამა გავაკეთეთ, ისეთი რომ მეგონი მართლა სპეცსამსახურებიც ვერ გადახება რა. თან მთლიანად სისტემა გადავტვირთეთ, ყველა კომპიუტერი სათითაოდ გადავარესტავეთ, ყველა პროგრამა ჩავწერეთ ახლიან და უკვე რომ მორჩი და ამოვისუნთქე და სახლში უნდა წავიდე, უცებ მირეკავს ეს თემურა და მეუბნება რომ ფასვორდი დამავიწყდაო. ხანა ჩავწერე ხანა და მთლიანად სისტემა დაიბლოკაო რა. თან ღრიალებს რომ მეილი მაქვს ვაშინგტონში გასაგზავნილი და მეთქი ვაიმე და აუბრუნდი და ეს ჩემივე დაყენებული დაცვის სისტემა მე თვითონ გავტეხე რა. ესე მაგრა გამიჩნდა ძალიან მაგარი დაცვის სისტემა დამიყენებული. რა მაგარი. უკვე რომ მორჩი და სახლში უნდა წამოვიდე, ვეღადავე რა, რომ მეთქი ფასვორდი რო არ დაგავიწყდეთ, ფურცელზე დაწერეთ მეთქი რა. და ჩავდივართ ყველანი კიბებს და უცებ ზემოდან მიხედავ და ყველას გასაგონად ამბობს რომ რამე კარგი პაროლი მითხარით რა. მაგითო დამაგვიანდა რა. მე კიდე დიდი შანსია რომ დარეკოს. აი? კიდე რეკავს და ესე ელემენტი. დიახ ბატონო თემურ. ძალიან მიხარია თუ მარტო ეჩეხო. კარგი მოვდივარ. აი საწახვედი შეჭი. შევიდა, მაგრამ უკან ვეღარ გამოდის. აძმო, შევიდა კაცი ინტერნეტში და უკან ვეღარ გამოდის, თქვენ კიდე ამო ცუდი ხუმრობა. გაიცანი ახალი ქართული ლუდი ყინულის ფილტრაციით. აისი, ახალი დღე, ახალი ისტორია. რა ხდება და უნდა ვიძუნძულო. იქნებ ცოტა გონება გამინდდეს. ხო, არა, ეგორი რაღაც ერთმანეთთან კავშირში. არა მგონია. ეგრეშუ სპრინტერები აიღებენ ნობელის და პულიცერის პრემიებს. რაღაც მიდიხარ მაშინ. უნდა და გამამხნევი რა. თორე დავრჩები სახლში. აი, წადი. დილას სუფთა ჰაერზე სერნობა ბევრი რამისთვის არის კარგი. თან აბსოლუტურად არაფერს არ უნდა. სურვა არის ის? ჩამო. რებს აკეთებ, ჰა? მოიცა ეს ტიპი რო არ გამოჩენილიყო, დავიხსოვოდი, ხო? ვერ ნახე რომ ხტებოდი და დამასრო. მოიცა, შენ რატო დაასწარი ჩემი გადარჩენა, ჰა? ბატონო, ვაიმე, მე საერთოდ არ მქონდა გამოცურვის პრობლემა რა. უბრალოდ აი ამას ვამოწმდი, რამდენად ვუყვარდი. და ტიპი, რომელსაც ფეხის დასვალებაც არ უნდა ჩემს გამო, არ მჭირდება რა. თამო მომისმინე. უკაცრავად. არ გამო. რას ნიშნავს გამოცურის პრობლემა არ მქონდა? ვაიმე, იმას რომ გაცილებით მაღალი მიზანი მქონდა. სიყვარულის გამოცდა. აი, შენ კიდე სამჯერ დაყვირებას არ მასადე და წყალში ჩამოხტი. მისმინე? ვაიმე, რატო უნდა მოგისმინო, ვერ გავიგე. უკაცრავად. ბიჭი! ბოდიში, მადლობის თქვა დამავიწყდა. არა აქვს. დაგთა გავთ და ისე დავწერ მადლობას. არა, იყოს, არ არის პრობლემა. ხო, სახელი? გიორგი ცინაძე. ანუ ვინც უარიც ის არ უყარხარ თუ ისე თქმა გინდა, ჰა? არაფრის თქმა არ გინდა. თამო. არა. და ძლივს მივაგენი ბოლოს იმ ბოტასებს რა. ერთხელ ავიდა სარბენეთი და უკვე გმირია. რა გმირი ნატა, რატო გადამარჩინეო გოგო მითხრა. მოდა უნდა ჩაგირდო ისე უკანშეში. მომენტს რა ლუდი რა. ბატონო. გიო თამო ვარ დღეს რო გადამარჩინე. თამო. ეხლა ამის მადლობები ვარ. ხო თამო. ესიერად ვერ გადაგიხადე მადლობა.
უბრალოდ ჩემი შეყვარებული შენს ფოზე ძალიან არარაობად გამოჩნდა რომ დავფიქრდი. ხა? მოდი, მოკლედ მადლობა. აი, კარგად. მადლობა გადამიხადა რა. ლამაზი იყო? რა ვიცი, ნატა სახეზე არ შემიხედავს. ლამაზი იყო. და გადაწყვეტე შენთან რომანი გააჩაღოს. ნატა რა გავაკეთე, როცა ადამიანებს დახმარება დასჭირდება, აღარ დავეხმარო? აშუაში, უბრალოდ რო დაკვირვებოდი, მიხვდებოდი და შენი გადარჩენა საერთოდ არ ჭირდებოდა, იმიტომ რომ ცურვა იცოდა. იშტები ეს გოგო ეჭვენობას რო იწყებს ხო? არა, კაცი რო ყოფილიყო გადარჩენა. რა ყოფა ეხლა? და მოთხოვნა რომ დაწერო გმირის ერთი დღე. მორჩა, აღარ იყვენ დილაობით, იწვევი სახლში და იფიქრებ რომანზე და არა ქალებთან რომანზე. აი, ნატა აცი მარტო კაცებს გადავარჩი ხოლმე. მაშველად იწყებ? თქვენ არ იცით რა მაგარია, როცა ვიღაცას გადაარჩი. გაიცანი ახალი ქართული ლუდი ყინულის ფილტრაციით. აისი, ახალი დღე, ახალი ისტორია. ჭამე დედა, ჭამე გინიცვალე და ხაჭოც მიაყო. არ მინდა ეს ხაჭო. აგე ჩაი, ბებო. ლევანდიკო, დღესაც ადრე უნდა გაიქცე სამსახურში. არა, რატო? რომ დამბირდი Facebook-ს გასავლიო. ხო გასწავლე რაც. არა, კი მასწავლე, მაგრამ დათაგვარ მასწავლე, დაშიარება არ მასწავლე. კარგი რა დედა, რა დროსეგა? რა გინდა ამ Facebook-ში? რატომ არ მინდა ვითო? აი, მე ჩართე ლეპტოპი. ატი თავ გასწავლე, გახსოვს ხო? გეჭამა ჯერ. მახსოვს, ბებო, მახსოვს. აი, აბა მაშინ. აი, შევდივართ აქ, upload. ყოჩა. მაგრამ მე დათაგვა და დაშიარება მინდა და მე ზოგიერთების დაჰაიდება. ლევან, გაცილდა ჩაი. დაჰაიდება თუ გინდა. ძალიან ცხელი ჩაი არ ვარ გაბებო. მოდი. აი, დაჰაიდება თუ გინდა, მოკლედ მოკიდე მარჯვენა კლის ხელი თუ მაუსი გიჩვენე. მაუსი მომწონს. ლევანთან შედის. ნახე ლევანთან. არ ხადაო, ეს რა არის? რა, ნახე რაზე დაგთაგა ბებია შენმა. ეს ბებია შენი არ არის, ლია კეთილია? გვარის მაგრად კეთილია რო, მაგრამ მაგარი ქალია. ბებო, რა გაყვირებს? რა მაყვიდებს კი რა იქ იქ ფოტო და მოხსენი თაგის დროზე. არ მოგწონს ბებო. რა მომწონს, რა მომწონს. რა ვქნა ბებო? დადება და დათაგვა მასწავლე. აღება და გამოთაგვა არ მასწავლე. აი ბებია შესწავლა. აი რა გჭირს შეჭება ყველას გო ეგეთი ჭუჭულიკებიანი ფოტო გადაღებული. კიდია რა ყველა რა, ეს ლიაც კინაღა მოვკარე. ბიჭო, თან შენ ხო ებრანჭებოდი იმ გუგლს და რა მომეწონაო ეგ სურათიო? შენ მეღადავები ხო? მე მგონი ლიაც მეღადავება რა. ეხადავება ბებიაში რა არის შეჭე. მაგ სურათის before და after გააკეთე. გადაობა. გაიცანი ახალი ქართული ლუდი ყინულის ფილტრაციით. აისი, ახალი დღე, ახალი ისტორია. წავედი მე. ავიცი ძალიან მაგარ პროგრამაში ჩავერთე. რა პროგრამაა? ხელოვანი და შემოქმედი ადამიანებისთვის უფასო კონსულტაციის გაწევა. ვაუ. და გამოცდილებაც მაქვს. რა პონჩი? დაუფასებელი გენიოსის ცოლი და ფსიქოლოგი ვარ. ბაზარი არა. არ გადაიღალო.
ვერა მოვედიან ბოღმიანი ხალხის წყევლისგან. ყველა კონკურსზე ბლოკავენ. არსად არ მისმენენ. და არც მიხსნიან, რატო არ მიბეჭდავენ რაღაცეებს. აი თქვენ მინდა ერთი ნაწყვეტი წაგიკითხოთ და ფსიქოლოგიურად ახსენით. აი ეს როგორ შეიძლება რომ არ მოგეწონოს. აი ნახეთ. დაიყო დღე და შამი სიცოცხლისა, როცა მე ავდექი. და რადგან მესამე ცოლიც გაიქცა, წვიმას დაუწყე ლაპარაკი. წვეთები ფანჯრის სწრაფაზე რიტმულად ეწემოდა. მაგრამ საში შემდგა მესამე რამ შემახვედრა. მე ოთხი და არც ის მიდია ჩემს და სივრცეში სამუდამოდ გაუჩინარდა. აი ახლა მითხარით რა, ეს პატარა მოთხრობა რატო არ უნდა მოეწონოს ვინმეს? მოიცეთ, კიდევ ერთი მაქვს, ახლავე წაგიკითხავთ, ერთი წუთი. არა. სამწუხაროდ დღეს მეც ვერ შევძლებთ, სხვებსაც ჭირდებათ დახმარება, ხომ ხვდებით? თქვენც მოგბეზრდათ არა? ჩემი მოსმენა. რას ამბობთ? სიამოვნებით მოგისმენთ, შემდეგ ვიზიძე. თქვენ იცით რა არის შემოქმედის ბედნიერება? რა? ყურადღებიანი მკითხველი. ხალხს არ ცვაძალებ წაიკითხეთ თქო. მოვალ, მე თვითონ წაგიკითხავთ ასე მეუბნები. ძალიან კარგი იდეა ეს. მაგრამ არ უნდა იღლებიან. ერთხელ მახსოვს შარშანძი ერთი მკითხველი დაჭდა და დაიხალა. ნატა. ვა, ნატა. რა? რა გაია რა მოხდი? თამაკ 300 კი ვარ ხდება. რა ხდება და მოთხრობა დავამთავრე. მართლა? ხო, და ეხლა ცოტა ხანში მოვლენ ბავშვები და წაგიკითხავთ. რა გჭირს ე? ორსულად ხო არ ხარ? არა. და ძალიან ჩვეულებრივ თოქმარი. პარდონ? ვა, ჩემი ისტორია დაწერე. წავიდა. აბა, ვინ მიხვდებით ვისი ისტორია დავწერე? რამხელა? საკმაოდ გემრიელი მოთხრობა გამოვიდა 120 გვერდი. აუ რა კარგია. რა, ეგ დიდია თუ პატარა? კაი, ვინ წაიკითხე. გაიცანი ახალი ქართული ლუდი ყინულის ფილტრაციით. აისი ახალი დღე, ახალი ისტორია. ოლევა. ო ბიჭო, დღეს საღამოს ხო ვიკრიბებით და მოკლედ ერთი გოგოს წამოყვანა მინდა რა. ვა, დაკერე შენი თანამშრომელი როგორც იქნა? აი დედა ხე. არ მინდა ბებო ჩაი. ბიჭო. ბიჭო, არა სხვა არის. სხვა არის? წამოიყვანე გაიაროს ტესტირება. ოღონ არ ეღადაოთ და არ ეიაზოთ რა, ხო? არა, ვეღადაოთ. არ წვენია? კაი. ეს დამირეკა ლევარმა და მოდის ვიღაც გოგოსთან ერთად და მოდა მთხოვა რომ არ ეღადაოთ რა. აი, როდის იყო ჩვენ გოგოებს ვეღადავებდი? გაიღო მოწყალება იმ თანამშრომელმა. არა, სხვა გოგო. აი მოდი. ამას რაც. გაიცანით თაკო. გამარჯობა თაკო. სასიამოვნოა დათო. თაკო, ესენი ჩემი მეგობრები არიან, რო გეუბნებოდი. რა გაცვია შეჭე მარცხელა? არა. ორი ლუდი თუ შეიძლება. ო გუში რა მაგარი პონტი იყო, თქვენ პროსტა აზე არ ხარ. რა მთელი ხანი ნანობდი რომ არ გადავიდი რა. მოკლედ თაკო გავიცანი გუშინწი რა, ამის კომპანიის IT მომსახურებაში ვარ და რაღაც პრობლემა გაიჩნიათ რა. და რომ მივედი შევხვდით და რაღაცეები ვიბაზრეთ მეთქი რა მაგარი ჟილეტი გაცვია რაღაცა და ბაიკერი ვარო რა. მე ხო ბაიკზე არასდროს ავჯდა რა.
დაქსვავო რა, მაგრამ ეს ჯერ კიდე ყველაფერი არის. ვაიმე ლევან ველოსიპედზე არ მჟერხარ არასდროს და ბაიკი როდის მე შეგიყვარდა. просто დამაინტერესა რა. ხო ის თანო გეშინია და თანო მაგრა გინდა რაღაც ახალი გასინჯო რა. ხო და მივედი ამათან მომცე შლემი, კურტკა, ეს კურტკა вообще ამისო ძმამ მაჩუკა. ხო და რას მომდი? რაღაც ახლის გასინჯვა რო გინდა და. ცოტა მოგეწონა? აუ მაგრად. მეც უნდა ვისავალ და ბებიაჩემს უნდა ავხდინო ოცნებ. რა? იცი რას ნომოს ბებიაჩემი? ისე არ მოკლას გვერდმა რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ვიკატავ მოტოციკლებზე ვინმე სიმპათიურ ბიჭთან ერთად. მართლა? ო, იცი რა ბებია მყავს? მოიცა? გიგ. სად ხარ? ბებო! რა იყო ბებო? გამარჯობა. ჩამო, ოღონდ კეტები ჩაიცო. ახლავე ბებო, ახლავე. თავზე უნდა დავახუროთ, ისე არ შეიძლება. ო, გაგიჟდება სიხარულს. ბებო! რა ხდება? მოდი. აი ხო გინდა და მოტოციკლები. ხო და აი. უნდა გამასეირნო. ხო, მოდი აი. მომეცი. აუ ლია დამალაღა ბაიკზე. და შენ რა საყვარელი ბიჭი ხარ ლიაკოს რო აუხდინოს. ძალიან გაბლატობ. ყოველდღე ახალ რაღაცები. მასწავლული ხარ. სო. ისე რა ემოცია დაერქვა. იო გამოვიდა. რა დაგემართა? რა გატირი? კრეკერიანი თითი ამოვისვი თვალში და ამეცვა. გაიცანი ახალი ქართული ლუდი ყინულის ფილტრაციით. აისი ახალი დღე, ახალი ისტორია. გაუკეთე გვევი. აივიძე. ერთიც? ოქრო ხარ ქვე? გაუკეთე გაჭარავს. გო! აი რა გიო გული გამიხეთქე რა გჭირს? რა გჭირს ნატა? არაფერი უყურე. მოდი აქ. არა. ნატა. მე რას გამომაპარებ ნატა ამ ხელამ წერალთაც, ა? მე არ ვიცი უნდა გითხრა თუ არა, მაგრამ შოქში ვარ. ნატა, უნდა მითხრა, აბა არ უნდა მითხრა. საიდუმლო როა. ნატა, ცოლ-ქმარ შორის საიდუმლო არ არსებობს. ამას მე არ უნდა გასწავლედი ამ ხელა ფსიქოლოგ ქალს. მიდი. გო! არა. იო. აი, სამორჩა, აჰა, ზოგადად. დავაი. რა შვები, ახლა სასპენს მიქოქავ თუ რას აკეთე? მოკლედ. რამდენი ხანია ეს მეექვსე კველი ყრუთ მტკივა და მივედი სოფოსთან. შემო ჩქარა. კიდევ კიდე? არა, ეგ წადი აღარ მჭირდება. კარგად. მოდი ნა. მეექვსე კველი მტკივა ხოლმე. ესე კი არა ყველმა როგორც იცის, მაგრამ მაინც მინდა რომ ნახო რა. პატარა კარი ესია, კაი, რა დროზე მოხვედი. არა, რაღაც დისკომფორტი მაქვს.
სოფ, გუშინ მინდა და მეკითხა შენთვის და აღარ კითხე. რა გჭირდა რატო წერადე? ნევროზი ხო არ გაქვს ან გადაღრილი ხო არ? არაფერი არ ჭირს მართლა. სოფ. არაფერი. აი რა გჭირს? ხოდა. რა გჭირს? მოიცი. წყალი დაიწყე ხოწებ მიდმოს. ხოწებ პულსი მაჩვენ დაჯექი. ეს რა? უძღვენია თქმა მართლა. მე ვარ რა გჭირს მე. ამდენი ხანია ვიტმენ და გუში მე ხარ გაუძელი. დამშვიდი დაწყნარდი და ყველაფერი ამოთხი მიდი. და 22 წელია ლევანი მიყვარს და მაგას სულ სხვა გოგოები მოწონს და ეს უკვე მე მგონი სერიოზულია. აუ რა ვქნა. მე არასოდეს არ შემიძლია. ფსიქოლოგი ვარ ახლა მე? აუ ნუ დამცინი ხო რა დამატებესავი. მართლა რა წარმოგიდგენია. ამდენი წელია თურმე ლევანი უყვარს და არც კი დამიშვია. არც მე. თარო იტი რაზე ხარ და. ой, კაცი ტირა. ცი როგორ განცდებშია? საყვარელი. ლევანმა ისე ის. არა, საიდუმლოდ ხო გითხარი? მე რა უთხრას, რას უმალავს ამდენი ხანი? აფრინე ხო? აუ რა კაი დასაწერი თემა აზე ხარ? ტიპს რო 20 წელი უყვარს მეორე. ამდენი ხანია მიდის რაღაცა ბაზრები თემები და ბოლოს რა მესიგიჟე უნდა მოხდეს რა. კიო. ჰა. არ გაბედო ამაზე დაწერა. რატო? რატო მიხვდება რომ მოგიყევი? აჰა. ხო არ დავწერ ხო? ვარა და რა კაი თემა რა. გაიცანი ახალი ქართული ლუდი ყინულის ფილტრაციით. აისი ახალი დღე, ახალი ისტორია. ყველაზე მაგარი ის არის რომ ამ ამბის მერე შემდეგი ტურისთვისაც გამეჩნდა ამბავი უფრო მაგარიც კი. ავიცით მართლა რა მაგარი ამბავია, მიდი მოვყავ. მოკლედ, ამ მოთხრობამ ხო გადამიყვანა შემდეგ ტურში. ხო. რა ხო, რომელს გაქვს საკითხული აბა? ბიჭო, მე ვკითხულობდი და ჩამეძინა, მაგრამ ლიამ წაიკითხა დილით და ძალიან მაგარი იყო. აი რა შეთანხმდა რომ მთელი შაბათ-კვირა ზურგით დამქონდა შეზლომა. აუ მიდი რა მოყევი მე მაგ წაკეთე. მოკლედ, შენ ხო ვიცი რაც ხდება რა. და მოკლედ. გიორგი ცინაძე აქ მუშაობს ხო? დიახ. გამოვა ერთი წუთი. ვინ მოგიყვა შენ ეგ ისტორია? და რა უფლებით აკეთებ ჩემ ამბებზე ფულს ბიჭო, ჰა? ხე ბატონო ცოტა შიქ ხმა, გაცრავა. მე დათო მქვია. ჩემცოს თამუნა. კეცნობა? კი, რა თქმა უნდა, ჩემი საკონკურსო მოთხრობის გმირებს კვიათ ასე ძოლქმარს. და რა არ შეიძლება დაემთხვა? მაინც და მაინც დათო და თამუნა. კი, მაგრამ ბატონო ნახევარ თბილის ესახელები კვია და. პრივეტ ამო. პრივეტია. მერე რა ხდება შენს მოთხრობაში? მერე ხდება ის, რომ დათო ატყუებს სოლს ფარცხანაყანებში მიუყვები ბიძაშემს მისახმარებლად და წინამძღოლში აღმოჩნდება ბერლინში. მერე! ზეფუგაცრავად. აგაყვირე? ცოლს გონია რომ ქმარი ფარცხანაყანებშია და თვითონ მიფრინავს ბერლინში და იქ ხვდებიან კლუბში ერთმანეთს. თოი მე შენიერი, ჩემი მოთხრობა წაგიკითხავ და რა არ მოგწონთ ვერ გავიგე. ის რომ მეც ვიყავი ბერლინში ჩუმად. ფარცხანაყანების მაგივრად? არა, ტრენინგის მაგივრად. და თქვენი ცოლი დაგხვდათ იქ? ბიჭო, ჩემ ძოლზე წესი რა. არ დამხვედრია. ჩემი ცოლი სახლში იყო. ეგ შენ დაამატე. ბატონო, მერწმუნეთ რომ პირველად ხედავთ რა. უბრალოდ ხალხი რომ ქუთაისიდან ბერლინში დაფრინავს, აი ამ პონჩი მომაფიქრდა ეს ამბავი რა. და თან სოფლიო პატარაა და რაც უფრო დრო გადის, უფრო პატარავდება ხო ხდები. ყველას ჩემზე მიაქვს ეჭვი გესმის. მე ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა. გესმის. მეთქი მივა და დავახჭო. არა.
დავშვიდით რა და გარწმუნებთ რომ თქვენ ისტორიას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ძმურად, გადააკეთე რა. მოდი ამ კაცს სხვა რამე დაარქვი, ამ ქალსაც სხვა რამე. და ბერლინის მაგივრად კიდე ვაფშე სხვაგან წავიდეს რა. მაგალითად მილანში ან პარიზში. არა, ატვირთულია ინტერნეტში, ხვდებით? და თან როგორ წარმოგიდგენიათ? კარგი, ვთქვათ, გადავაკეთე და დათოს მაგივრად დავარქვი ნიკა. შემდეგ ვიღაც ნიკა უნდა მომივარდეს და იმან ამიტეხოს ეს ამბავი, ხო? ჩემმა ცოლმა წაიკითხა, ბიჭო, და ტვინს მიბურღავს. შენ ხომ არ იყავი ბერლინში? მე ამათაც დათო და თამუნაქვიათო და თვალებში მიყურებდათ. ბატონო, აუხსენით რა, რომ ეს არის ლიტერატურა და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. კაცურად გთხოვ. გადააკეთე რა. აი საერთოდ არ არის სასაცილო, ვიღაც მანიაკი არ იყოს. კაი რა ნატა რა. მართლა გადააკეთე, შენ თუ სამშობლო აქ რა ერქმეო. რაღა დავექნება და მაგის ცოლიც ბერლინში იყოს. ნაყოფი პროსტა ეს ვერ გახდა და აი მართლა ტეხავს შეშემ რამე სკანდალში არ გაიშიცოს ტიპი ოჯახში. რა ტეხავს კი არა ახალი სათაურიც მზადმა. როგორ მომივარდა კითხვა. მე მომწონს. ჰა? გენიოსი. მე გაგაფრთხილე.